რუსეთის საჰაერო თავდაცვის კრიზისი ოკუპანტი ქვეყანა უკრაინული დრონებისგან მოსკოვსაც ვეღარ იცავს. უპილოტო საფრენ აპარატებში ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით უკრაინის თავდაცვის ძალები ახერხებს იერიშებისას გვერდი აუაროს რუსეთის ათეულობით საჰაერო თავდაცვის სისტემას. ახალი თაობის დრონები აღარ იყენებენ სატელიტურ ნავიგაციას, ამიტომ მათი ჩახშობა რადიოელექტრონული სისტემებით შეუძლებელია. აპარატები თავად ხედავენ რელიეფს, ცნობენ სამიზნეს და რადარებისთვის შეუმჩნევლად დაბალ სიმაღლეზე მანევრირებენ. იაფი და ჭკვიანი დრონები მოსკოვის მრავალ მილიონიან თავდაცვას ეფექტურად აანგრევენ. უკრაინა ყოველთვის სცემდა და სცემს პატივს საქართველოს მის სუვერენიტეტსა და ხალხს, წერს ზელენსკი კობახიძესთან ერევანში შეხვედრის შემდეგ. უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებობს გადაუჭრელი საკითხები და მნიშვნელოვანია დიალოგი ყველა დონეზე წარიმართოს. ფასები პროდუქტებზე ისევ იმატებს. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით თევზი 21, ხორცი 10, პური 7,7, კვერცხი კი 4,4%-ით არის გაძვირებული. აპრილის თვეში ინფლაცია ბოლო 2 წლის მაქსიმუმზეა. სოფელ ძევრის სკოლაში დღეს გიგაავალიანის სახელობის სამკითხველო გაიხსნა. ბიბლიოთეკას სამახსოვრო წარწერებით საჩუქრად სხვადასხვა წიგნი გადაეცა. დაგვხვდა თბილი მასპინძელი, მთელი ჩემი სამეზობლო, სამეგობრო, სიკეთე, სინათლეა დაწერა მოკლული მასწავლებლის დედამ ეკა კუპატაძემ.